Წერვა კვლავ ზიარების საშუალებას გვაძლევს და ასევე დღევანდელი სახარება სულიერად გაძლიერების შანსს გვაძლევს. უფალი ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე და ყოველთვის მიგვითითებს იმაზე, რომ ფრთხილად ვიყოთ. პირდაპირ გვეუბნება. აჰა მიგავლინებ თქვენ ერთად ცხოვართა შორის მგელთავ. პირდაპირ ნათქვამია, ასე ვთქვათ, ცალსახად, რომ ქრისტიანი არის მივლინებული არაკეთილგანწყობილ გარემოში, ანუ გელთა შორის, ანუ სულიერ კაცებლებს შორის. და ეს სიმბოლური ნათქვამი არ არის. მით უმეტეს დღეს ამ პოსტების სიძის ხალხისთვის ცხადზე ცხადია. ეს გაუწყოება, შიში, სიცივე, უნდობლობა, დაუნდობლობა, რომელიც სმოგი, რაღაცა შავი, მუქი, ნისლი, გაწოლილი არის საზოგადოებაზე და საზოგადოებას შორის, წევრებს შორის. ეს კიდევ მეტყველებს ქრისტეს ამ სიტყვების სიმართლეზე, რომ გაგზავნით თქვენ ერთად ცხოვართა შორის მგელთა. ანუ ცხვარი, ეს ის ცხვარია, რომელიც მრავალ გვემულებას განიცდის და მრავალ განსაცდელს განიცდის დღეს აქ. მაგრამ გამოსავალს გვეუბნება, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული. ჯერ ესეთი უფლის რჩეული ხართ და მან გამოგირჩია თქვენ. ჯერ მან გამოგირჩია და მერე გამოირჩიეთ ის თქვენ. მას უყვართ ჯერ და მერე გიყვართ თქვენ შედეგად უფალი. ჯერ ის არის პირველი. მაგრამ ამავე დროს გვეუბნება, რომ იყავითო ბრძენიო, მეცნიერი, როგორც გველი, გველი სიბრძნის სიმბოლო იყო ოდითგან. გავიხსენებ ძველი აღთქმა, გავიხსენებ მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, სიმბოლიზმი. და ტრედიც უმანკოების სიმბოლო იყო. ტრედი როგორც სულიწმინდის მომასწავლებელი, როგორც უმანკოების გამომსახველი. და იყვენით უმანკო ვითაცამ ტრედნი. ანუ ეს ორი პოლუსი ქონდა და ამ პოლუს შორის, სიბრძნესა და უმანკოებას შორის შეინარჩუნეთ წონასწორობა და ეს წონასწორობა საოცარ სულიერ გახსნას, სულიერ აფეთქებას, სულიერ შინაგან გასხივოსნებას მოგცევთ. სიბრძნე და უმანკოება. უმანკოება და სიბრძნე, მარჯვენა და მარცხენა, მარცხენა და მარჯვენა და ამავე დროს წონასწორობა შენში ჯვარისმიერი, რომელიც საოცარ სულიერ ძალას მოგცემდა. ეს ის ცხვარი აღარ არის, რომელიც შეიძლება დააზიანოს ნებისმიერმა მტაცებელმა. ეს ცხვარია, რომელზეც ბევრი მტაცებელი კბილებს დაიმტრებს და ვერც მიუახლოვდება. ისეთი შინაგანი ცეცხლოვანი ძალა, ისეთი სულიერი ატმოსფერო, ისეთი ენერგია, ისეთი სულიერი შინაგანი პოტენციალი აქვს ამ ცხვარს, რომ იმას ის ცხოვარი პირმეტყველი, რომელსაც ასევე სიმბოლურად განასახიერებს მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანი, ეს არის უბრალოდ დაუცველი და ღვთისაგან როგორც დეისტები ამბობენ, მიტოვებულ სამყაროში შეგდებული ან ეგზისტენციალისტები, რომლებიც თითქმის ფარული ათეიზმია იგივე, შეგდებული ამ ცხოვრებაში შეგდებული და გამოგდებული საიდანღაც მიტოვებული ქმნულ ქვეყანაში არსება, რომელსაც ნებისმიერი მტაცებელი, რომელიც შიერი არსება ეტაკება და შეჭამს ან დააზიანებს ან დააშინებს. არა, ესეთი არ არის. გაფრთხილებულია ქრისტიანი და არა მშიშარა. ფრთხილია, მაგრამ შეიარაღებულია. სიფრთხილე სიბრძნეა და არა სულმოკლეობა და შიში. თავი დაიმდაბლება, თავის დამდაბლება, თავის დამცირებას არ ნიშნავს, ზოგს რო გონია. დამდაბლებული ადამიანი, ქრისტიანი, მორჩილი და წესიერი, ეს არ არის სუმდაბალი. სულმოკლე და მშიშარა და რაღაცა აუტისტი თავის ამრიდებელი და ასოციალური არსება, რომელიც სადღაც მარგინალიზირებული იქნება საზოგადოებისგან. არა, ქრისტიანი, როცა საჭიროა, ეს ისეთი ცხოვარია, რომელზედაც ვიმეორე ბევრი დრაკონი, არა თუ მგელი, ბევრი დრაკონი სულიერი დაიმტრევს თავის მტაცებლურ კლანჭებს და გაიქცევა. და თავს უშველის კიდევ დროზე თუ თავს უშველის თავის თავზე იმას უნდა ეშინოდეს კიდევ. მას ეშინოდეს ესეთი ცხოვარის, რომელიც ბრძენი და უმანკოა და არა ქრისტიან ცხოვარს ეშინოდეს ასეთი ეგრეთ წოდებული მგელმტაცებლების. იმას ეშინოდეს, იმას. აი ამიტომ ნათქვამია, რომ მაგრამ ფრთხილად იყავითო, იმიტომ რომ გაგასხდნენ თქვენ ხელით და წაგიყვანონ და შესაძლებელთა და გტანჯვიდნენ თქვენ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მიტოვებული ხართ და სული და გული თქვენი მიტოვებულია და ღმერთი არ მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ რა თქვათ. მე მოგცემთ თქვენო, სულიწმინდა, სადაც ქრისტიანი არის მამას და სულიწმინდას. მე მოგცემთ თქვენ რა თქვათ, რა უნდა უთხრათ მათ.
და როგორ უნდა ლაპარაკობდეთ, რამე თუ მოგცეს თქვენ მას ჟამსაში რასა იგი იტყოდით, რამე თუ არა თქვენ იყვნენ მეტყველნი, ზოგს გონია რომ თავისას ამბობს, მოძღვარი თავისას ამბობს, მორწმუნე მაზიარებელი ადამიანი ზოგჯერ ღვთისნება ისე ამოდის დაუბრკოლებლად და ერთი ამოსუნთქვით ადამიანისაგან ისე ამოდის, რომ თვითონაც გაუკვირდება ხოლმე. რატო? იმიტომ რომ არა თქვენ იყვნენ მეტყველნი, ხო? არამედ სული მამისა თქვენისა, რომელი იტყოდის თქვენ შორის. და ამიტომ ამბობთ, ქრისტე არც ჩვენ შორის და ამბობთ არც დაიგოს, ხო? აი სული მამისა, მამა, ძედა სული წმინდა, აი სული გალაპარაკებს და გათქმევინებს ისეთ რაღაცას, რასაც ისე ჩვეულებრივ ორდინალურ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერც მოიფიქრებდი ხოლმე. თილად იყავით, რამე თუ ძიმე ცხოვრება მისეს მამან-ძმა სიკვდილა და მამა-შვილი და აღდგენ შვილი მამა-დედასა და მოკვლიდნენ მათ და იყვნენ თქვენ მოძულებულ, ამას ხაზს უსვამთ. მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. აი არ არის ესე მოძულებული არ ვართ ქრისტიანები. მე არ ვიძახი ხა მაინდა-მაინც რაღაც სიძულვილის ტექსტები გითხრან და სიძულვილით გამოხატონ, მაგრამ ფარული სიძულვილი, მდუმარე სიძულვილი ამ ცხოვართადმი, რომლებიც მგლებში არიან გამოგზავნილი, ამას ხომ გძნო ან ცხადად ან დაფარულად. ხომ გძნობ ამას, რომ მოძულებული ხარ ყოველთაგანო, თან ის კი არა ვინმესაგან, ყოველთაგან მოძულებელ სახელისა უფლისათვის მოძულებელ. ყოველთაგან თან. ამიტომ სიფხილია საჭირო. მაგრამ აქაც გვაძლევს დარიგებას და აქაც გვეუბნება, როგორ გამოვიდეთ ამ სიძულვილის ლაბირინთიდან. რომელმან დაითმინოს სრულიად იგი სხონდეს. აი ეს მოთმინება, მეტაფიზიკური მოთმინება გვაძლევს საშუალებას რომ მოვითმინოთ. რატო? იმიტომ რომ ჯერ მან მოითმინა. როგორც არის ნათქვამი, გვემულებათა ჩვენთა იტვირთა უფალმა და ჩვენ ძლით მობილარს, ესეა წინასწარმეტყველი ამბობს. სწორედ ამიტომ მოვიდა ცხოვრების მასწავლებელი და ზეციური მკურნალი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომ თავისი მოთმინებით, შეგონებებით ადამიანებისათვის ცხოვრება და მოთმინება და საერთოდ ცნებები, ეს სწავლება, ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლება, ეს სწავლებინა და ზეციური კურნებით ხორციელი და სულიერი სნეულებანი განეკურნა, არ არის ეს. ამიტომ მოვიდა. რა დაითმინა ქრისტემ? ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? იმის ბემილიონედი მოთმინება მაინც არ უნდა გქონდეს, რომ რაღაცით მაინც მივემსგავსოთ მას. ეშმაკით შეპყრობილი და სხვადასხვა ავადმყოფობით დასნებობოვნებული ადამიანები განკურნა სხეულებრივი და სულიერი სიმტკიცე და სიჯანსაღი აღუდგინა და მიანიჭა მათ, რაც ჯერ სახარებაში უამრავი მაგალითი ამისა და შემდეგ უფლის სახელით უამრავი წმინდათა ცხოვრებაში ამის მაგალითებია ავადმყოფებს. ამიტომ უნდა ვილოცოთ ავადმყოფი ადამიანებისათვის, სნეული ადამიანებისათვის, რომ ჩვენ ჯანმრთელობაში გავძლიერდეთ ჩვენც. შენ რომ ავადმყოფისთვის ლოცულობ, ეხლა სხვა თემაა, მაგრამ უნდა ვთქვა, ამისა უფალი მოწყალობით შენ ჯანმრთელობას გაძლევ. შენ რომ ადამიანის ცხოვრების დღეთა განგრძობისათვის ლოცულობ, შენ გაგიგრძელებს უფალი და მრავალჟამიერ ცხოვრებას მოგწევს. შენ იქნები მრავალჟამიერი და შენ იქნები ხანგრძლივი ცხოვრები. შენ რომ სხვისთვის ილოცებ და შეეწევი მისი ცხოვრების განგრძობას და ბედნიერებას და სულიერ წინსვლას და კეთილცვლილებებს და ბედნიერებას მის ცხოვრებაში შენ მოგწევს ასევე პასუხად უფალი ბედნიერებას. შენ რომ გიხარია რომ სხვას რაღაცას ჩუქნი და შენ რომ გიხარია რომ სხვა ადამიანს მოყვას რაღაცა სიკეთეს უკეთებ, ასევე შენ გაგახარებს უფალი და უხარია მას რომ შენ გიხარია, რადგანაც ჯერ პირველ რიგში ის იძლევა ამ სიხარულს და მიზეზი, უმიზეზო სიხარული არ არის ღვთის მიზეზია, ღმერთია ამ სიხარულის მიზეზი. შენ რო გიხარია არა ეგოისტურად რომ იმას უხარია. აი ეს არის. და ეს არის მთავარი. გაანკურნავს ადამიანით გამოდელი ზიარებითაც თქვენ ძალიან ბევრი უკეთესად გაახდებით და სიჯანსაღეს მიიღებთ. სულიერსა და ხორცელს თუ ამბობთ კიდევ, თქო საკურნება და სულიერ და ხორცელი. 1 საათი იქნება თუ 2 საათი ამას არ უნდა საათობრივი თვლა, ზეცას არ ეჩქარება. მოვა აუცილებლად სწავლება, მერწმუნე. მოვა და უკეთესად გაახდებით. ვაცადოთ როგორ. მადლობა ღმერთს, შევციროთ და ვაცადოთ. და მისი სიტყვის ზალით ვიკურნებით. სნეულებანი კი უამრავია, სულიერი თუ ხორციელი. დავით წინასწარმეტყველი ამბობს ამაზე ფსალმუნებში. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, რომელმან გილხინა შენ და ყოველთა უჯდულებათა შენთაგან, რომელმან გაანკურნა ყოველი სნეულებანი შენი
ამრიგა ჭეშმარიტ და სრულყოფილი მკურნალი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა იმისათვის რომ შეცდომები და ცოდვები მოგვიტევოს, სულიერი და ხორციელი სიჯანსაღე დაგვიბრუნოს, სულიერი ცხოვრება მოგვანიჭოს და გზა გაგვიხსნას და ამიტომ ჩვენც ამაში ვიღვაწოთ, ვილოცოთ, ვეზიაროთ, სარწმუნოებაში გავძლიერდეთ, მოთმინებაში და იმედში და სიყვარულში, რასაც ყველას გისურვებთ. გზახსნილი ქონოდეთ ღვთის საიდებლად, სული სარწმუნებლად. ამინ.